ვიცი, რაღაც მოხდა წონის კლებაზე. მეც ზუსტად ეგრეა, რომ ამიტომ მე ვერ დავიჯერებ, რომ რომანი არ მოენზადა, და რომანთან უკვე მესამე რაუნდში რაღაცა დოზით მინდოდა, რომ აი ჭუბი დამთავრებულიყო მალე. მოაშორეთ ვეტორი და მოაშორეთ ერნანდესი. და მარტო რომანს უყურე ვეტორისთან და ერნანდესთან. სხვადასხვა მებრძოლია საერთოდ სხვადასხვა მებრძოლია. პირველ რიგში სანამ გადავალთ რაღაცებზე მე ყოველთვის ესეთ დროს ვიწყებ ხოლმე იმით რომ მინდა ჯანმრთელობა უსურო პირველ რიგში რომას მინდა რომ მენტალური ჯანმრთელობაც უსურო იმიტომ რომ ძალიან რთული არის მარცხის და ზოგადად მით უმეტეს ასეთი მარცხის გადატანა და რომანს ბევრად მეჯერ უყევართ გახარებული ვიდრე გულგატეხილი და ასე რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა გავამხნევოთ და რაღაცნაირად უთხრათ რომ წინ გაიხედოს და პოზიტიურად შეხედოს ყველაფერს მის მომავალში მაგრამ ჭუბსაც შეეხება შოკის მოუგრელად ცუდი რაღაც იყო დაუჯერებელი იყო და რადგან საუბრობ გავაგზელებ არ ემსუგავი რაც პირველი რას თვალში მოხდა ჭუბი რო დაიწყო ეს იყო რომანის შენელებული მოძრაობა ვერ დავიჯერე ეს უყურებდი და რა ხდება მეთქი ანუ ადამიანი იყო შენელებული მე მეკონა თავიდან რომ თქვა ზოგადად ტემპის დაგდება და უნდა რომ თავისი ტემპი მოახვიოს თავს და ესე ჩავთვალე და თან პირველი რაუნდი ისე დაიწყო რა იმან ლეგ კიკი მოარტყა მე რომანს სამჯერ მოარტყა ძალიან ძლიერი ლეგ კიკი და ოკეი დასაგები ამ პირველ რაუნდის ბოლოსკენ შევამჩნიე ძალიან ცუდი რაღაც ის რომ მეორე რაუნდზე რომ დაჯდა რომანი ძიმეთ ძალიან ღრმად სუნთქავდა ანუ ორ რაუნდში ადამიანი იყო ძალიან დაღლილი და მესამეში უბრალოდ გათავდა და ბიჭო რამ გამაგიშა იცი რომ აი ჭუბს ხო კიდე უყუროთ თუ გინდა მან ხო არ იყო რომ ერნანდესი გამოირჩეოდა რაღაც სასწაული სტრატეგიით ან რაღაც სასწაული კრივით და ჭიდაობასაც ას შეეხება ჭიდაობს მარტო თეიქდაუნს უკეთებდა როგორც კი რომანი გრეპლინგ პოზიციაში დადგებოდა ეგრევე ეშვებოდა და ეუბნებოდა რომ ადექიო რომელი სტრაიკერი ერნანდესია რომ ანუ ნახეთ არ მინდა რომ იქამდე მივიდე რომ თქვა რომ რაღაცა ერთს დავაბრალო მაგრამ MMA არის ფიზიკური სპორტი და ეხლა როგორ დავიჯერო მე რომ რომან დოლიზე არ მოემზადა კარგად ფიზიკურად მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორთა ბრძოლისთვის აქ არისო რაღაც სტრატეგიულიც იყო ჩემი აზრით ამაზე მე ვისაუბროთ მაგრამ ანუ კაცი ხუცუჩი აღარ იყო და ანუ ხუცუჩი იყო სუნთქავდა ისე როგორც აი არ ვიცი მეხუთე რაუნდის ბოლოს უნდა ისუნთქო და არ იყო ეგრე ვეტორისთან რა და ეს ვეტორიც ახლა ჩვენ კი დავწინით ამ ვეტორის მაგრამ კაც ორჯერ აქვს ხამარზე ნაჭხუარი ატესანიასთან აქვს ნაჭხუარი გამოცდილება აქვს ამდენი კოსტასთან იმასთან ამასთან არ არის ახლა ვეტორი ვიღაც და ეჭხუბა ბატონო რომან იმ ვეტორის და არც ეგრე დაღლილა კარგადაც გადაადგილდებოდა ეგეც 5 რაუნდიანი იყო 151 სიგნიფიკანტ პანჩი ჰქონდა აქ 39 ჰქონდა და აი რა ვიცი აი მაყურებელსაც ვკითხოთ რას უნდა დავაბო 5 წუთში როგორ დაიღალა უბრალოდ ეს იყო ჩემთვის გასაოცარი რა მით უმეტეს ახლა გაკი მაგ ყველაფერთან ანუ ბევრი ნიუანსი იყო რამაც მე პირადად ძალიან გამაკვირვა ერთი იყო მექანიკა ანუ სტრაიკინგის მექანიკა ჩამოშლილი ქონდა საერთოდ ანუ აქამდე ხო მაგრამ მე დასაწყისშივე არ მომეწონა ხო იმიტომ რომ დასაწყისშივე იყო რაღაც მომენტები რომ თავიდან მეგონა რომ მარცხენა დგომს გამოიყენებდა რომ ეს ჰაიკიკები ემუშავა იმიტომ რომ მაინც დისკომფორტს უქმნიდა თან ახლა სტრაიკინგში ვერ ვიტყოდით რომ ერნანდეს შეიძლება ეჯობნა მაინც და მაინც რომანისთვის და თუ აჯობებდა რაღაც დაჩაგრავდა უფრო თანაბარი უნდა ყოფილიყო თუ არა რომანი
კი, თუ არა რომანის უკიდავია ის ბიჭი, არ არის სტრაიკერი. სტრაიკში უჭირს პირიქით, სულ გრეპლინგს ცდილობს და იქიდან გამომდინარე, რომ სტილისტიკურად ძალიან დიდი პასუხი ჰქონდა, ექნებოდა და ჰქონდა კიდეც რომანს გრეპლინგში. აშკარად უნდა ყოფილიყო ის სტრაიკინგის სივრცე, სადაც რომანს რაღაც უპირატესობები უნდა ეპოვა. შეიძლება ეს ხშირი სართულები ცვლით ხან ტანში, იმიტომ რომ ძლიერი დარტყმა აქვს. ქალფიქები იყო იდეალური საწყისი, კი. და დაიწყო და გაჩერდა. კი, მე ველოდი როგორ რაღაცას ისე გულწრფელად, რომ ქალფიქები ისე კარგად დაიწყო, რომ რაღაც მომენტში ველოდებოდი, რომ ან ტანში აიტანდა, ან თავში. და ეს აურევდა ერნანდეს. მერე გაცვლებს გულწრფელად გითხრა, მეგონა გაცვლებს რომანი აირიდებდა და ეს უფრო ერნანდესის სივრცე იყო გაცვლები და იქაც ბოლომდე ჩადიოდა და თან ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, რაშიც გეთახმები არის, რომ რომან, ანუ ერნანდესი რო ძალიან სწრაფი მებრძოლი არ არის, მაგაზე ყველა ვთანხმდებით. არ შეიძლება საშუალოზე უფრო დაბალი სისწრაფის მებრძოლი იყოს. სისწრაფეში იყო იმხელა სხვაობა, რომ დაახლოებით ერთი ერნანდესის დარტყმის სიჩქარე იყო რომანის ორი დარტყმა. პირიქით რომანის ერთი დარტყმა ერნანდესის ორი დარტყმა და ეს იყო ჩემთვის ძალიან ისეთი უცნაური მომენტი რა. ძალიან რთულია ხოლმე ესეთ მომენტში, რომ ესეთ მძიმე სიტუაციაში კიდე ზემოდან თავზე უნდა დააშენო რაღაცები, მაგრამ ბიჭო, იმდენად ცუდი იყო ყველა მიმართულებით, რომ მაგრამ აი მაგამდე დადის რა, რომ ანუ ფიზიკურად მზად არ იყო და ვერ ვიჯერებ მაგას, როგორ დავიჯერო ეხლა, რომ არ მოემზადა ფიზიკურად თქო და ერთადერთი ფიქრი მიმდისო წონის კლებაზე ზოგი არის ეგრე, ანუ 24 საათში ორგანიზმი სრულად რომ აღიდგინო იმ ჯოჯოხეთისგან, რასაც ქვია წონის კლება, ზოგს არ გამოსდის ეგ. და რომანი რაღაცნაირად ხშირად მარტო შვება ხოლმე ყველაფერს. წონასაც მარტო იკლებს, მარტო ვარჯიშობს. მანდ მივდიოდი მე, სწორია. ანუ რაღაცა გუნდი სტაბილური. აი ეგ არის სწორი. გარშემო იქნება, ვერ, აი ხო ვიცით, მერაბის გუნდი ვიცით, ვინ არის, ხო იქ სერა იდგება კუთხეში, ალჯო იდგება კუთხეში და ვიღაც, არ ვიცი, ბაზუკა იდგება კუთხეში. ილიას გუნდი ხო ვიცით არა, ის ჟავის უჭირავს თათები, ალექსანდრე დგას კუთხეში, იქ ჟავიც ის დგას კუთხეში. ანუ ჩვენ მე ვიცით, აი მებრძოლი რო გითხრა, მისი კუთხე ვიცით, რომანის კუთხე არ ვიცი. ნუ ხო იქ ქართველი ბიჭები ვინც არიან ხოლმე მის გარშემო, კი იქსენი არიან. ხო, მაგრამ ის არ არის რეალური, ხო, ხვდებით ის რა სიტუაციაზე. ხო და მე მაგ ნაწილში მინდოდა მაგაზე ხაზგასმა და ძალიან კაია შე რო ახსენე ეს, იმიტომ რომ აი ზოგადად რა არის, ცეგი ამის გამო ხა რომანი შეიძლება ეს რომანს თვითონაც უნდა და არ გამოდის და ეს ზოგადად ინდუსტრია ისე არ არის მოწყობილი რომ მარტივად რაღაცები გამოვიდეს. თუმცა ფაქტია რომ ეს არასტაბილური გუნდის ყოფნა მოქმედებს საბრძოლო გეგმაზეც, რაც აშკარა იყო. ყველა მიცოდა ერნანდესს რა სტილიც ჰქონდა და მით უმეტეს მერაბზე უკეთ არავინ არ იცის, რომ შენი ტემპით როგორ შეიძლება დაწნეხო მოწინააღმდეგე. კი, აი პროგნოზირებადი იყო და განსაკუთრებული არაფერი არ უქნია ისეთი, რაც მისგან არ ელოდება, ხო, ისქნა. ზუსტად და ამის საპასუხოდ რომ არაფერი არ იყო კი არა და პირიქით, ანუ თითქოს საერთოდ არ ელოდა ამ ყველაფერს და არ ვიცი, ჩემთვის ერთ რაუნდში დაღლილი რომანი ჯერ აქამდე ძალიან უცნობი ფენომენი იყო და ეს რა თქმა უნდა ესე მეორე რაუნდში რომ სხვა ადამიანი გამოდიხარ და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ გადაცემაში და ბევრჯერ მithქვავს მეც რომ შენ რაც არ უნდა უნარი და სკილები კონდეს თუ დაღლილი ხარ უკვე აზრი არ აქვს არც აჭიდაობა იცი არ სტრაიკინგიც და არაფერი ground and pound-ზეც მეორე რაუნდის ბოლოს რა ზიანი მიიღო რომანმა ხო ნახეთ ეგ რა ვიცი, ხა საბმიშენზე ფეხის დაჭერას ცდილობდა, მაგრამ რა ვიცი, ოლივიერას უფრო მეტად გამოვიდა ილიას ფეხის დაჭერა, ვიდრე რომას იმ ბრძოლაში ვინმეს. ხო, თითქოს კი საერთოდ აფი არ გამოვიდა სამწუხაროდ რომას, რაც რა თქმა უნდა, სალაპარაკოდ ძალიან ცოტა. იმდენად იმ თავიდან რო გამოვიდა და რაღაცა თითქოს ზედმეტად ემოციური მომენტ ჩვენა გამოსვლის დროს სხვათა შორის ეს რაღაცა ჟესტიკულაცია და რაღაცეები სხვათა შორის არ ახასიათებს ხოლმე რომანს. ერთ ცოტა ემოციურადაც მომეჩვენა რაღაცა ისე უდროდა, იმიტომ რომ შეიძლება იცოდა რომ შინაგანად ან კიდე ერთხელ არ მჯერა რომ არ უვარჯიშია რა და ანუ არ ვიცი შეიძლება წონის კლებაზე მოხდა რაღაც და ხა თუ ესე მაგრამ ბიჭო ამ ვეტორისთანაც ხო დაიკლო და ანუ ხო უბრალოდ მოაშორეთ ვეტორი და მოაშორეთ ერნანდესი და
მარტო რომანს უყურე ვეტორისთან და სხვადასხვა მებრძოლია საერთოდ სხვადასხვა მებრძოლია ეს არის შენელებულ კადრში რომანი რომელიც ზუსტად 7 წუთში ადამიანი აღარ იყო ფიზიკურად უკვე და მე ისედაც რომანი ხა დიდი კრივის ტექნიკით არ გამოირჩევა და დაღლილი რო არის საერთოდ ეს მისი ჯები ნუ არაფერს არ გავს ხოლმე საერთოდ და ეს overhand-საც ვერ უმიზნებს წესივად და ანუ რა იყო მან ხო რომ უდიდესი უპირატესობა ქონდა რომ როცა ეჭუბები მოჭიდავეს და შენ ხარ ტიპი რომელიც ცნობილია რომ ფეხზე შეუძლია რომ შეუტიოს და ის ტეიქდაუნის მერე გრეპლინგ სიტუაციებში დგება და თავს განებებს ეს არის აი კამფეტ სიტუაცია ოლივიერა რასაც იყენებდა ხოლმე როგორც კი მოხდებოდა ვსო ტეიქდაუნს გაუკეთებ შენ ფეხზე წახვალ და ის ოპ დგება ხო აი როცა მოკიდა კლინჩზე თავიდან გახსოვს და ესე რომ მიიყვანა ჩვეულებრივად სანამ რაღაც ელემენტარული ძალა ქონდა რომანს ხო აი ესე ორი ანდერჰუკი მოკლედ აღარ მახსოვს ხო ანდერჰუკი იყო ორივე და კარგად მიიყვანა კუთხეში მიიყვანა ბადესთან რომ მიიყვანა იქ მორჩა იქ უკვე აშკარად ვერაფერი ვეღარ გააკეთა მე ამ ჭიდაობა ყველაზე დამღლელი რამეა საერთოდ ხო და მე ეს ჭიდაობის სიკვენსები რომ მოუწია ну გამოეცალა ენერგია და აი ისე მდგომარეობამდე მივიდა რომ კიდე ყოჩახ რამდენის გაქაჩა რა მართლა იმიტომ რომ აი ტელეფონი რო 1%-ზეა აი ზუსტად ეგრე იყო რომანი მეორე რაუნდიდან აი რაც არის ძალიან გასაკვირი რაღაც რა იცი რა არის მე აი ეს ქართულ ბიჭებზე მაქვს ხოლმე განცდა ეხა სხვა მებრძოლებზე არ მაქვს საბედნიეროდ რომ აი მაშინაც რო გიგა კატართან მესამე რაუნდში და რომანთან უკვე მესამე რაუნდში რაღაცა დოზით მინდოდა რომ აი ჩხუბი დამთავრებულიყო მალე იმიტომ რომ როგორც კი რაც მეტი დრო გადიოდა იმდენ ზიანს იღებდა იმდეს ეს იდაყვები ხო ურტყა ეგ მე ეს ground and pound ხო საშინელი აი არ ვიცი კიდე კაი საბმიშენით მორჩა ეგ და რამე მძიმე ნოკაუტი არ მოყვა მაგ ამბავს თორე ხო ნუ ის არის რა ქვია კუთხეზე ჩვენ გუნდზე რომ საუბრობთ მომზადების ნაწილზე მაგ პირველ რიგში საუბრობთ თორე კუთხეზე შეიძლება რომ ვიღაც წაიყვანო და კუთხეში იყოს კაცო კუთხეში ნუ ეხა ილიას რო ალექსანდრე გამოაცალო ხო იქნება დიდი დანაკლისი ხო თავისთავად ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომანისთვის არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი მე კუთხეს კი არ ვაბრალებ კაცო რომანის წაგებას უბრალოდ ძალიან ხშირად იცვლის გუნდს მე გულისხმობ მისი day to day sparring პარტნიორები თავარი მწვრთნელი კაცო თავარი მწვრთნელი ხო უნდა გყავდეს თავარი მწვრთნელი არ უნდა გყავდეს რა ვიცი ყავთ ხალხს თავარი მწვრთნელი ვინც ავარჯიშებს და რა ვიცი ხან ის ყავს და ხან ეს ხოლმე და მაგანაც დამაბნია ცოტა მაგრამ ეგ არაფერი მეხუთე ხარისხოვანი პრობლემაა კაცო ეგ სამწუხაროდ მეც იმდენად მნიშვნელოვანი არის ფიზიკურად როგორ იქნები მზად მაგ სპორტში რომ ფიზიკურად რომ მზად არ ხარ მე ეხა ყველაფერი ხელს ვერ ურტყავდა ფეხს ვერ ურტყავდა რა ქვია ვერ ეჭიდავა ხო დაღლილია და ეხა როგორ უნდა დააწყოს პიტერიანი ისევ პიტერიანსო დაუბრუნდით ქართულ თემატიკას მებრძოლი რომელსაც ყველაფერი შეუძლია აი ნახეთ მე რაფთან რა მოვიდა ხელსაც ვეღარ იქნევდა იგივე არის როცა ესე წნეხი მოდის და ну ჩვენ მაინც ახლა ქართველებს სტანდარტები გაგვეზარდა ორი ჩემპიონი ყავს და ეს ხო საერთოდ საშინელი დამოკიდებულება არის წაგებაზე რომ მე თავზე გადავლა ვიცი და თან ეს ჭორი ხო გაიგე შენც ეს ვიცი მედია ჭორია რომ თითქოს რომანმა მიმართა UFC-ს და წასვლა გადაწყვიტა. ანუ დიდი შანსია რომ ემოციურ ფონზე გადაეწყვიტა რომ ამის დედასვატირეო წავალო რომანის ხასიათით ვიცი ჩვენც რომ მაგ ყველაზე მეტად მაგ მარცხს რა ვიცი ჩვენც წაგება ხო დაცუდია თქვა უბრალოდ წააგე decision-ით ეგ რა ძნელია მეორე ვარიანტია რომ ფინიშით წააგე მესამე ვარიანტია რომ დომინაციით წააგე და რომანმა წააგო თან დომინაციით და თან ფინიშით ანუ ყველაზე ფორმის წაგება რაც კი ეგრე და რომანის ნაირი მენტალიტეტის ადამიანისთვის ეს არის ძალიან რთულად გადასატანი რაღაც იმიტომ რომ ის თავში გამარჯვებულია და ჯერა თავის და როცა ესეთი რაღაც ემართება ადამიანს ნუ შეიძლება ემოციურ ფონზე თქვას რომ აღარ მინდაო ამის დედასვატირეო და დაუქნიოს ხელი და წავიდეს რა უბრალოდ ძალიან მაინტერესებს მე არ ვიცი აი
რა დრო რო გავა სადღაც შევხვდები უნდა ვკითხო რომ წონ რაღაცა მოხდა ბიჭო არ შეიძლება გუშინ წინ უყურე ვეტორისთან როგორ იჭხუბა 5 რაუნდი 140 და იცოდე რა იყო 320 გადაგდებული დარტყმა იყო და 151 მოხვედრილი significant punch აქ იყო 100 არც იყო და 34 თუ 39 იყო აი დაუჯერებლად დიდი სხვაობა იყო უბრალოდ მე ხა ცოტა გააправებაში გადადის რომ აი წონის კლების დროს წონის კლების მერე ვერ აღიდგინა და ჯანზე ვერ მოვიდა მაგრამ ეგეც ხო უნდა დაუმიზნო მაგას ახლა რა რომანი არ არის ყველაზე დიდი middleweight დედამიწის ზურგზე middleweight ხალხია middleweight-ია იმას რომ შეხედო დუპლესის და იმეებს რომ შეხედო ბევრად დიდიდან იკლებენ და ამიტომ სწორი მიდგომა და სწორი ისჭირდება და რა ვიცი მე მგონია რომ უფრო მეტი სპეციალისტის ჩართვა, უფრო მეტი პროფესიონალის გუნდში ყოლა და მომზადების დროს და მე იმას კი არ ვამბობ, რომ არაპროფესიონალებთან ემზადება თქო. უბრალოდ ყველაფერი თვითონ არის რომანი თავის გუნდში გამიგე და ხშირად რაღაცა მარტო და აბსოლუტურად მესმის. აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს რომ მკითხო მეც ჩემ თავს ეგრე აღვიქნე, რომ მარტო მიჩევნია ყველაფრის კეთება, მაგრამ საჭიროა რა წონის კლებაზეც ვიღაცა კონსულტანტი საჭიროა რა, როგორ შეიძლება ხო ანუ ტექნიკა სტრაიკინგის ცოტა ხო უნდა დაიხვეწოს, ხო? ეს ხო არ უნდა გამოიყურებოდე ოქტაგონზე, რომ ცხოვრებაში რაღაცა მე-5 და მე-6 ხო პროფესიონალი მებრძოლი ხარ და გადასარევი პერფორმანსი გქონდა გუშინ წინ მარვინ მენტორისთან, რომელიც არ არის უკანასკნელი მებრძოლი, ხამარზე აქვს ნაჩხუბარი და ასე შემდეგ რა. ხო და ან კი არ ვიცი, რაღაც მოხდა წონის კლებაზე. მეც ზუსტად ეგრეა, რომ ამიტომ მე ვერ დავიჯერებ, რომ რომანი არ მოემზადა, ანუ ვეტორისთან ჩხუბის მერე ეს იყო მისთვის უმნიშვნელოვანესი კარიერის უმნიშვნელოვანესი ურთაბრძოლა და ხა ვეტორისთან მოემზადა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და აქ მერე დაიკიდა ფეხებზე და აღარ ვივარჯიშებო იფიქრა ხო არ არის რა რომანი ეგ ტიპი პროფესიონალი სპორტსმენია. ანუ რაღაცა მოხდა რა რამაც გაუნადგურა აი განა ცუდი კარდიოტიკი არ გამოვიდა, უკარდიოდ გამოვიდა. საერთოდ კარდიო არ ქონდა ტიპს რო გამოვიდა. პირველ რაუნდში რო დაჯდა სკამზე ვაიმე მეთქი რა ხდება ეს რატოს უნთქავს ანუ აი ძალიან მოულოდნელი იყო და მე ხა ეგეთი დაღლილი რო ხარ მე ის მექანიკა და ფეხი და არტყი და ხელი მოიქნიე და ის ვერ ქენი და ეს ვერ ქენი დაღლილი ხარ და ვეღარ იზარ არა მანდ უკვე აზრი არ ქონდა იმაზე ფიქრს რა როგორ შეიძლება შეცვლილიყო უბრალოდ იმ მდგომარეობამდე მისვლა რეალურად ეგ მდგომარეობის დადგომა არის წაგება და ის მე უკვე რო ფინიში მოდის ის უკვე შედეგი არის იმის რომ იქ უკვე მეორე რაუნდში შემძიმეც უნთქავდი ხო და ისევ მე სრულად გეთახმები მაგ ამბავში რომ რაღაც აშკარად არ არის სწორად მოსამზადებელ პერიოდში იქნება ეს წონის კლება თუ გეიმ პლანი თუ სპეციალური მომზადება ხო არა რაღაცა არის სწორი რა ნამდვილად ეგრე არის რაღაცა არ იყოს სწორად გაკეთებული ზოგჯერ შეიძლება რომ კარგად წაიღოს კემპმა მომზადებამ და ის წავიდეს და მაგრამ აი ხა რაღაცა ჩხუბებს არ უყურებსო და მე ნაკითხი მაქვს რომანისთვის ჩხუბებს უყურებთქო და არაო და ზოგადად არაერთხელ აქ ნათქვამი რომანს რომ მე არ მგონია რომ მე არ ვაპირებ რომ ცხოვრება მიუძღვნა ამ სპორტს ეს არის ჩემს როგორც საქმეს ისე უყურებო და საბოლოო ჯამში ეს არ არის საუკეთესო მიდგომა, იმიტომ რომ შენ როგორც საქმეს ეგრე უყურებ, ვიღაცა ამით ცხოვრობს და როგორ აჯობებ შენ იმას, რომ ვისთვისაც ეს ყველაფერი არის ცხოვრება. ხო, ნუ მოკლედ, მოდი შევაჯამოთ მაინც. ნუ ჩვენ არც გვაკადრებთ და არ ჩვენ თავს ვაკადრებთ რაღაცეების უხეშად რო თქვა, გაправება დავიწყოთ. შედეგი დადგა ის რომ ერნანდესი აშკარად უკეთესი იყო, რაც სამწუხაროა ჩვენთვის, თუმცა მე ისევ და ისევ მგონია, რომ ის გადაწყვეტილება თუ მართალია და თუ ჭორი არ არის, რომ წასვლა უნდა არ არის სწორი და რაღაც ცვლილებებს როცა მიიღებს,
ანუ რეალურად ისე მარტივად შეიცვალა ვეტორიდან აქამდე, რომ ანალოგიურად შეცვლაც შესაძლებელი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აშკარად რაღაც ერთი განმაპირობებელი მიზეზის ბრალია ეგ ყველაფერი. არ ვიცი, მას ძალიან იცი რაც უფრო პატარა და ისეთი ერთჯერადი შეცდომის ბრალი არის, მით უფრო გასაბრაზებელია რა, ხო ხდები, რაც უფრო პატარა არის მიზეზი, ამ პატარა მიზეზს ამ ხელა საქმეს როგორ აფუჭებინებ, ხო? ანუ ხო ხდები რას გეუბნები? რომ რაღაცა ყურადღება არ მიაქციე წონის კლებას და მერე მოგიწია ერთიანად სიკუდილი რა და ვერ იგდგენს რომ ადრე იყო გადასხმა შეიძლებოდა და ეგ რა რინგერს დაიყენებდნენ და ან რინგერისთან ძველებურია ხარ რინგერს აქ ხო უკეთეს რამეს ვიტამინებს იყენებდნენ და კონთებს მეორე დღეს იყვნენ უკვე მოფხიზლება აი წონის კლების დეფიციტი რასაც გიქმნის დეჰიდრატაცია ხო დეჰიდრატაციის გარდა ვიტამინების გადინებაც ხდება და ეგ უკვე შევსებული გაქვს ჩათვალე იგივენაირი ფორმაში გამოდიხარ და ეხა უნდა სვა წყალი ჭამო რაღაცები და ეგრე აღიდგინო რეჰიდრატაცია მაგრამ რეჰიდრატაცია თვითონ დალევის გზით და რინგერის გზით ხო ის პირდაპირ ეგრევე იმატებს და ამას დრო უნდა და რა ძირითადად ბრძოლამდე ყოველთვის არ ესწრება ხოლმე სრული აღდგენა რაც ყოველთვის არის ფაქტორი მახაჩევს ხო გახსოვს იქ ნანემსარი რო ქონდა რო გადააყოლეს მაგაზე ხო გადააყოლებდნენ თუ აგზავრულია და გადასხმა დაიდგა გადააყოლებდნენ აბა რა ზიანია ხო ნუ მოკლედ მადლობა უნდა უთხრათ პირველ რიგში რომას იმისთვის რომ ამდენი რაღაც გააკეთა ქართული MMA-ისთვის და მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ეს არ იქნება ბოლო ბრძოლა რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ კი ბატონო ეხა ჩვენ როგორც არ უნდა ნაწყენები ვიყოთ იმ ფაქტზე თუ როგორ ესე რაღაცა ბრუტალურად და ცუდად დამარცხდა რომანი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი MMA-ის მებრძოლი ეს არის ფაქტი